დღეს ვაკის პარკის მედიათეკაში ჟურნალ Copyright-ის მე-6 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ინტერვიუები ლეგენდარული ჯგუფის Blood, Sweat and Tears-ის წევრებთან, ასევე Chris Bottis პროდიუსერთან. სხვადასხვა რუბრიკები აქტუალურ თემებზე, თუ რითი არის გამორჩეული ახალი ნომერი, ამას თამარ დარახველიძისგან შევიტყობთ, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა. დიახ, სალამე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მედიათეკაში, სადაც მიმდინარეობს ჟურნალ Copyright-ის რიგით მე-6 ნომრის პრეზენტაცია. ეს არის საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გამოშვებული ჟურნალი, რომელშიც საკმაოდ საინტერესო სტატიები იბეჭდება და ის შემეცნებით ხასიათს ატარებს. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კოპალაძე, რომელიც უფრო ზუსტად გვეტყვის თუ რას ნახავს მკითხველი ამ ნომერში. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს არის მე-6 ნომერი, რომელიც ჩვენი ჟურნალის. ჟურნალი ატარებს არა მარტო პროფესიული დატვირთვას, სადაც საავტორო უფლებების შესახებ არის საუბარი და პრობლემატიკას განიხილავს, არამედ ის განკუთვნილია ფართო მკითხველისთვის. ჟურნალში საინტერესო სტატიები ქვეყნდება. ამ ნომერში მაგალითად ჩვენ გოგი ჭიჭინაძე გვიამბობს ოპერების საკუთარ ათეულზე, ვატო მაჭავარიანი გვიამბობს ჯაზზე, როგორც მის სიყვარულზე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ჟურნალს აქვს რუბრიკა დებიუტი, სადაც ხდება ახალგაზრდა ხელოვანის აღმოჩენა და დღეს წარმოდგენილია ამ ხელოვანის გამოფენა. ეს გახლავთ მეთოჯინე ბაჩო ცანავა, რომელიც ჩვენ ჟურნალში დაიბეჭდა პირველად და ჩვენ ამით ვცდილობთ, რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ მას. საბოლოო ჯამში ჟურნალი არის ინსტრუმენტი იმისა, რომ საავტორო უფლებების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდეს და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას ამაზე. დიდი მადლობა, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ამ ჟურნალის წაკითხვა უკვე დღეიდან შეგიძლიათ. ეს იყო თამარ დარახველიძე და ასეთ იყო კულტურის სიახლეები დღეს. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით.